მოგესალმებით ყველას, გამარჯობა ჩემი ძვირფასებო. დღეს მოვაროთ ხელებს. გავიკეთოთ ხელის სპილინგი, შემდეგ გავიკეთოთ ხელის ნიღაბი. აუცილებელია ხელების მოვლა, ისევე როგორც ვუვლით სახის კანს. ხელებსაც ისე უნდა მოვაროთ. ეს ყველამ კარგად ვიცით, რადგან ყველაზე მეტად ასაკს და მოვლილობას სწორედ ხელები გასცემს. ამიტომ ლამაზი მოვლილი თითები და ხელის კანი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი. აი ესეთ სკრაბს და ნიღაბს მე ვიკეთებ შეძლების დაგვარად ერთ კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ. ასევე კარგია ეს სკრაბი ეგრეთ წოდებული ნუნებისთვის, განსაკუთრებით იმათვის, ვინც არ იჭრის ნუნებს ჩემსავით. ეს სკრაბი კარგად აშორებს აი ამ თხელ კანს და შემდეგ უკვე ჩხირის საშუალებით ან ქლივის საშუალებით იოლად ცილდება ის და აბსოლუტურად არ არის შემდეგ საჭირო მაკრატლის საშუალებით აი ამ თხელი კანის მოჭრა. მე კანს ჩხილებზე არ ვიჭრი. ეხლა შევუდგეთ სკრაბის გაკეთებას, ამისათვის დაგჭირდება სოდა, მარილი, ან იოდიზირებული მარილი, ან ზღვის მარილი, დუშგელი ან ხელის დასაბანი გელი, მე ავიღებ ივროშეს დუშგელს და ზეთი. ამ შემთხვევაში ავიღებ ყურძნის ზეთს, მაგრამ ბევრად უკეთესი ეფექტი აქვს კუნჟუტის, ანუ სეზამის ზეთის გამოყენებას. მე ამჟამად სეზამი დამიმთავრდა, ამიტომ გამოვიყენებ ყურძნის ზეთს. მოკლედ, ავიღებ 1 სუფრისკოს სოდას, 1 სუფრისკოს ზღვის მარილს ან იოდიზირებულ მარილს, ან შეგიძლიათ ნებისმიერი მარილი გამოიყენოთ. დუშგელი ან ხელის გელი, ან პირის დასაბანი გელი, რომელიც მოგეპოვებათ და რომელია თქვენთვის ყველაზე მეტად საყვარელი, მე ძალიან მიყვარს ივროშეს დუშგელები, ამიტომ გამოვიყენებ მას. ამასაც 1 სუფრისკოს ერთ სუფრისკოს ზეთს. ბოლოს დავუმატებ სამწვედ ლიმნის ეთერზეთს. ლიმნის ეთერზეთი კარგად ათეთრებს ხელებს, თუ არა გაქვთ ეთერზეთი, არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ უფრო უკეთეს ეფექტს იძლევა, რადგან ძალიან კარგი მათეთრებელია, როგორც იცით. და გადაურიეთ ეს მასა ერთმანეთში. უნდა გამოვიდეს ისეთი ფაფისებრი მასა. თუ ოდნავ სქელია, შეგიძლიათ დაამატოთ ისევ დასაბანი გელი. ეს სკრაბი არის ჩემი სასწრაფო დახმარება, გამომშრალი ხელებისთვის და კანს აქვს არაჩვეულებრივი ეფექტი, გაღიავებული, დარღილებული. დავიბანოთ ხელები ცხელ წყალში, რომ იყოს ის კარგად გასუფთავებული და დავიწყოთ კანის სკრაბირება. რა თქმა უნდა, ჩხილების სკრაბირებაც, ჩხილების კანის სკრაბირებაც. საკითხავთ დავამუშავოთ თითოეული თითი და ფრჩხილი. ეს სკრაბი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფეხის ტერფებისთვის, ასევე ტანისთვისაც. იდეალური სკრაბია ტანისთვისაც, მაგრამ მე დღეს მას გამოვიყენებ ხელებისთვის და ფეხის ტერფებისთვის. დაიმუშავეთ ხელის გულებიც, განსაკუთრებით ეს ადგილები, სადაც გვაქვს აუხეშებული კანი ბეჭდებისგან. კარგად აშორებს ეგრეთ წოდებულ მაზოლებს, გაუხეშებულ კანს არბილებს და აშორებს. და თქვენს ხელებს ვერ იცნობთ ასეთი პროცედურის შემდეგ.
არაჩვეულებრივი სკრაბია. როგორც გითხარით, როგორც ხელებისთვის, ფეხის ტერფებისთვის და ზოგადად ტანისთვის. თუ თქვენ ჭრილობები გაქვთ ხელებზე, მაშინ მოერიდეთ ამ სკრაბის გაკეთებას, რადგან შეიძლება ძალიან აგეწოთ, ასე რომ ჭრილობები ამ ხელებზე სკრაბი არ გაიგეთოთ. და ხელის გულზე მე მაქვს აქ საქორწინო ბეჭდისგან გამოწვეული ისეთი მაზოლი, გაზოლი, რომელიც სისტემატურად ჩნდება და კარგად ვუმკლავდები მე აი ამ გავუხეშებულ კანს ადგილებში ამ სკრაბის საშუალებით. აი ფაქტიურად უკვე გაქრა. კარგი დამასირების შემდეგ და ბოლოს კიდევ ერთხელ კარგად გადავვლი კანს, აი ესეთნაირად თითქოს ხელებს ვიბანთ. და ამ დარჩენილ მასას ახლა კი გამოვიყენებ ფეხის ტერფებისთვის. მიახლოებით 5 წუთის განმავლობაში ვიკეთებთ პილინგს, გაჩერება არაა საჭირო და ჩამოვიბანებთ თბილი წყლით. დამუშავეთ აგრეთვე მაჯები. ძალიან სასიამოვნო პროცედურა. ჩემი ხელების კანს უკვე ვერ ვცნობ, ისეთი დარბილებული და გათეთრებული. აი შეხედეთ როგორ გათეთრდა. არაჩვეულებრივად ახლა გადავივლებ სუფთა თბილ წყალს და გავიკეთოთ ხელის ნიღაბი. აი ნახეთ. გაქუნქულებული, გათეთრებული და როგორი სასიამოვნო შესახებია ეხლა უკვე ჩვენი ხელები, მაგრამ ნიღბის შემდეგ კი საერთოდ საოცარი ეფექტი ექნება. ახლა კი შევუდგე ჩვენი არაჩვეულებრივი გამახალგაზრდავებელი და გამათეთრებელი ხელის ნიღაბის გაკეთებას. ამისათვის დაგჭირდება ცხიმიანი არაჟანი, თაფლი, შემთფარი რძე, ლიმონის წვენი ან ლიმონის ეთერზეთი. თუ არა გაქვთ არც ერთი მათგანი, მაშინ გამოიყენეთ ჩვეულებრივი ლიმონი და ჩააწვრეთ ნახევარი ლიმონის წვენი და რა თქმა უნდა ზეთი და ჩავაწვეთებ 3 კაფსულა ვიტამინ S. მოკლედ ნაბიჯ-ნაბიჯს. ვიღებ 1 ჩაის კობს არაჟანს. ერთ ჩაის კობს თაფლს. თუ თაფლზე გაქვთ ალერგია, გამოიყენეთ 1 კვერცხის გული. შეგიძლიათ კვერცხის გულიც გამოიყენოთ და თაფლიც. ეს უკვე გემოვნების მიხედვით. დავამატებ 1 კობს შემთფარ რძეს, ლიმონის წვენს, ანალოგიურად ყურძნის ზეთს 1 კოს და 3 კაფსულა ვიტამინ S. ეხლა კი ეს მასა გადაურიეთ ან კოვზის საშუალებით, ან მინი მიქსერის საშუალებით. ჩვენი ნიღაბიც მზადაა და ამ მასას ვისმენთ ფუნჯის საშუალებით ხელებს და მაჩებს. სქელფენად და ბოლოს ჩავიცვათ ხელთათმანი.
გავიჩეროთ ხელები 15 წუთის განმავლობაში ხელთათმანების ქვეშ და ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლები. წაისვით სქელ ფენად, რადგან გამომშრალი ხელები აი ამ მასას ძალიან მალე შეიცავს. და ხელები გექნებათ მოვლილი, თეთრი, დარბილებული, ყოველგვარი პრობლემების და გაუხეშებული კანის გარეშე. ეხლა ჩავიცნებ ხელთათმას და ანალოგიურს გავიკეთებ მეორე ხელს. თუ გადაგვრჩა ნიღაბი, როგორც ახლა ჩემ შემთხვევაში მოხდა, შევინახავ მაცივარში და საღამოს ძილის წინ მას ისე გავინებო. გავიჩეროთ ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში, 15-20 წუთის განმავლობაში და ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლები. ნიღაბიც ჩამოვიბანე და ჩემს ხელებს ვერ ვცნობ. არის კანი თოთო, გაქონქულებული, მოვლილი, არანაირი გაუხეშებული კანი, ფრჩხილების კანიც დარბილებული, თუ თქვენ ფრჩხილები გაქვთ გასაკეთებელი, ამ სკრაბის და ნიღაბის შემდეგ ძალიან გაგიადვილდებათ ფრჩხილების გაკეთება და აი ამ ნუნეების გასუფთავება. მოკლედ ეს არის ყველაზე ეფექტური სკრაბი და ნიღაბი ხელებისთვის, რაც კი მე აქამდე გამიკეთებია. და ყოველთვის სისტემატიურად 7-10 დღეში ვიმეორებ მე მას და მთელი ზამთრის განმავლობაში და თუნდაც მთელი წლის განმავლობაში ჩემი ხელები არის რბილი, მოვლილი და თეთრი. ყოველი ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა წავისვათ ხელის კრემი. ეს არის ჩემს მიერ დამზადებული კრემი, რომელსაც მე შის კარიტეს კარაქზე ვამზადებ. თუ გაინტერესებთ ამ კრემის რეცეპტსაც დავდებ შემდეგ ვიდეოში და გავაკეთებ თქვენთან ერთად. არის ფაფუკი, ნატურალური, ცხიმიანი და არაჩვეულებრივად უვლის ხელებს. წავისმევ მასაც დიდი რაოდენობით და ვაცლი მიახლოებით 5-7 წუთი, რომ კანმა კარგად შეისრუტოს და საბოლოოდ გქონდეს კიდევ უფრო ლამაზი და არაჩვეულებრივი ეფექტი ხელებზე. ეს იყო ჩემი დღევანდელი ხელების მოვლის რიტუალი. გაიკეთეთ, გაიმეორეთ. დარწმუნებული ვარ, კანის სიმშრალე და გაუხეშებული კანი ხელებზე განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ბევრი ჩვენგანის პრობლემაა, ასე რომ ეს საშუალებები თქვენ დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში და გექნებათ მოვლილი, ლამაზი და თეთრი ხელები. ეხლა კი გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. Კარგად.